ალექსი ნონიაძე, ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი გვერდდება ეთერში. ბატონო ალექსი, პირველ რიგში მოგესალმებით. მოგესალმებით, დილამშვიდობისა, მისავლები მსმენელს და მაყურებელს, მადლობა. მადლობა თქვენი დროისთვის. მოდით დავიწყოთ იმ ტენდენციით, რაც ახლა ფიქსირდება, მათ შორის ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან წამოსულია სატარიფო პოლიტიკის და ახალი მიდგომების პარალელურად შედარებით ამან გავლენა იქონია ჩვენზეც ავტოიმპორტიორებზე. დღეს როგორი სურათი გვაქვს მოთხოვნისა და მიწოდების ნაწილშიც, რა სტატისტიკას აჩვენებენ კი ბატონო ავტოიმპორტიორები? ევატანო, მდგომარეობა, რო გითხრათ, რომ რადიკალურად შეიცვალა წინაწლებთან მიმართებაში, არ არის. ასე მდგომარეობა, რომელიც ჰქონდა აქამდე, გარკვეული პრობლემებით, გამოწვევებით, ეს პრობლემები არ მიდის არსად. პირიქით თუ არ ღრმავდება და უფრო მასშტაბურ სახეს არ აღებულობს, პირიქით არ ცირდება. შევეცდებით დეტალურად მოგახსენოთ. წლის დასაწყისში პირველი, ასე ვთქვათ, მაისის ჩათვლით თუ გადავხედავთ, ნახავთ, რომ ექსპორტის მიმართულება მოცულობის თვალსაზრისით, ვაჭრობის მოცულობის თვალსაზრისით მართალია იზრდება, მაგრამ გაყიდული ავტომობილების რაოდენობით მცირედით უმნიშვნელოდ გაიზარდა. იმპორტი საერთო ჯამში ბოლო მაისის ჩათვლით წინაწლის იგივე პერიოდთან რო შევადაროთ, გვაქვს შემცირება, მოცულობა აქაც იზრდება, მაგრამ გაყიდული ავტომობილების რაოდენობა შემცირებულია და თვითონ მაისისთვის გულისხმობთ ახლა თქვენ ტრამპის წაწილებები ახსენეთ, რაღაც გარკვეული მაისში პატარა დრები ქონდა იმ გაგებით, რომ უფრო იმპორტი გაიზარდა. ეს გარკვეულწილად ნეგატიურ მოლოდინებთან იყო დაკავშირებული, რომ შეფერილო ავტომობილების ფასები გაზრდილი იყო და ნაწილობრივ ასეც გაიზარდა ავტომობილების ფასები. მაგრამ ჩვენ რომ მთელი წლის ტენდენციას ვაკვირდებოდ, რომ ჭარბი იყო, პროფიციტული იყო ბაზარი და იმპორტი ამის გამო მცირდებოდა, მხოლოდ აი ამან მოკლებადიანმა, ასე ვთქვათ, მოლოდინებმა შექმნა იმპორტის და ისიც მაისის თვეში. თუმცა კიდევ ერთხელ შეიძლება მეორდები, მინდა დავამატო, რომ მთლიანი, ანუ პირველი 5 თვის მონაცემების მიხედვით, ნამდვილად არ არის ზრდა დაფიქსირებული. პრობლემად რჩება, რაც ჩვენ ეთერში არაერთხელ გითქვია, ის რომ არარეზიდენტი პირები საქართველოს მოქალაქეებს აქ ადგილობრივ დილერებს კონკურენციას უწევენ და ამაზე ხშირად საუბრობენ და ხშირად ასე ვთქვათ კომუნიკაცია გვაქვს დილერებს. გეკითხებით, თუ შეიძლება, როგორ ფიქრობთ, აი კონკურენცია ახსენეთ თქვენ არარეზიდენტი პირების მხრიდან საქართველოში. არიან ის ადამიანები, რომლებიც შემდგომში აი სტატისტიკას რასაც უყურებთ, რომ თუნდაც რეექსპორტი ყაზახეთში, ყირგიზეთში, ასე მაღალ დონეზეა ავტომობილების. ანუ ეს ადამიანები ასრულებენ როლს საქართველოსთან რეექსპორტში თუ რას ასე ვთქვათ, შიდა ბაზარზე, შიდა მოთხოვნაში არის მათი მხრიდან კონკურენცია? მადლობთ, კაი კითხვა. თავარი რომელიც გამომჩა და ვისთვისაც მინდოდა ნამდვილად ასე ვთქვათ, თქვენი ყურადღება მიმექცია და თქვენი მსმენელების არის ის, რომ მართალია რეექსპორტის მოცულობა იზრდება, მაგრამ კიდევ საკითხავია რის ხარჯზე იზრდება, ვიზრდის ამ რეექსპორტის მაჩვენებლებს. ეს არის ადგილობრივი ჩვენ დილერები თუ უფრო ყაზახი და ყირგიზი დილერები. ხოდა აი აქ მაჩვენებლები არ აქვს. ერთი საერთო მაჩვენებელი გვაქვს ექსპორტის ზრდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რა ხმებიც აქვს დილერებს, თვითონ რუსთავის ბაზრობებზე, ავტობაზრობებზე ნაკლები კლიენტი შემოდის, მათგან ნაკლები ყიდულობს, ხოლო აქტიურობა შეინიშნება იგივე ბათუმისა და ფოთის ტერმინალებში, ასევე მომსახურების გადაფორმების ტერმინალებში, მომსახურების აგენტოს გადაფორმების ტერმინალებში. აი ის გვაფიქრებინებს, რომ დიდი რეექსპორტის და სწორედ გამოკიდებულია იმაზე, რომ ჯაჭვიდან ამოვარდა აი თვითონ ქართველი დილერი და თვითონ ასრულებენ დამოუკიდებლად. ინტერესება საერთო მაჩვენებლებში, რომ რეექსპორტი იზრდება, მაგრამ როცა ქართველი დილერი ასრულებს ამ სამუშაოს, იზრდება შექმნილი პროდუქციის ღირებულება და დამატებითი ღირებულება უკაცრავად და ეს ქვეყანას
ქვეყნის ეკონომიკას რჩება და იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ტრანზიტით სარგებლობენ და ექსპორტის გადასახადს იხდიან და ბიუჯეტში შედის, ამითი ქართული ეკონომიკა უფრო ბევრად ნაკლები ხო მოგების სახით ამ ადამიანებს თავიანთ ქვეყანაში გააქვთ ეს ფინანსური სახსრები, ხო? აი ეს მომენტია. რაც შეეხება უშუალოდ თქვენ კითხვას კიდევ რომ დავაზუსტო, ხო? უფრო არის ექსპორტის მიმართულებით ვიდრე შიდა ბაზარი, ხო? ამ ეტაპზე არ გვაქვს ეს კონკურენცია შიდა ბაზარზე და მინდა გითხრათ რომ შიდა ბაზარი არც ისეთი დიდი გვაქვს, ძირითადად ეს დომიცილი ამ ბიზნესში რაც მოდის არის კი ბატონო, აი აქაც ჩაგეკითხებით, აი მთლიანი სქემა რო წარმოვიდგინოთ, ანუ გამოდის რომ არარეზიდენტი დილერი პირობითად არის ყაზახი, ყირგიზი და ასე შემდეგ, ჩამოყავთ საქართველოში ავტომობილი და შემდგომში საქართველოსდან გაქვთ. ანუ ჯერ სისტემა ეგეთია, რომ ჯერ საქართველოს ჩამოყავთ, აკყავთ და აქედან გაქვთ შემდგომში უკვე ექსპორტზე. კი ბატონო, ანუ სწორი შენიშვნა, სწორედ ხედავთ ამ პროცესს, ჩამოყავთ აქ ადგილზე იყენებენ საქართველოს პორტებს, ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიის გავლით, მერე გაგირიცხება, რომ ექსპორტი არის გაზრდილი შემდგომში. გაზრდილია. უკვე არის იმის პრეცედენტი, რომ ბაზრობა გახსნეს უკვე ადგილზე ბაზრობა გახსნეს, არის იმისი ვიდეოები ვრცელდება და ეს საჯარო სივრცეში ადგილად სამოწმებელი ასე ვთქვათ ფეისია, რომ აქ საკუთარი მომსახურების ესეთი მეთოდებული პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების სერვისი თავისი აქვს, უკვე თვითონ ჩამოყავთ, თვითონ აკეთებენ თავიანთ ბაზრობის ეხლა მართალია მცირეა ეს ტერიტორია, მაგრამ ბაზრობის აქ ადგილობრივი ბაზრის ტერიტორიებით იგივე ჯიხურები უკვე თითქმის ყველა ჯიხური, რომელიც რუსთავის ავტობაზრობაზეა თითქმის არ მინდა ბოლომდე ამის შეცდომა დაუშვო, მაგრამ დიდი ნაწილი უკვე ყაზახების მიერ არის ნაქირავები და საკმაოდ აქტიურად არიან შემოსულები ჩვენ ბაზარზე და იმ სამუშაოს, რასაც ასრულებდა ქართველი დილერი, უკვე ასრულებს ყაზახი და ყირგიზი დილერი ასრულებდა. როგორც გითხარით, ის დამატებითი ღირებულება, რომელიც იქმნებოდა და ქვეყანაში რჩებოდა ქართველი დილერის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებზე მაქვს საუბარი, ეხლა უკვე ყაზახებს და ყირგიზებს მიაქვს მოგების სახით თავიანთი ქვეყანა. კი ბატონო, აი თქვენ ახსენეთ დასაწყისში, რომ ტენდენციამ და რაღაც გარკვეულმა მოლოდინმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გამოიწვია, რომ გარკვეულწილად შემოიყვანეს, შეისყიდეს წინასწარეს ავტომობილები დილერებმა. ახლა როგორი სურათი, ან ფასებზე რამდენად აისახა ეს და შემდგომ პერიოდში რა ტენდენცია შეიძლება გქონდეს აი ფასების ნაწილში, რაც ყველაზე საინტერესო მომენტია, ხო ეს შემოსული ავტომობილების რაღაც გაზრდილი რაოდენობა, აი შემოდგომა წლის ბოლოსკენ ფასებისზე როგორ შეიძლება აისახოს? მინდა გითხრათ, რომ ტრამპის ბატონი ტრამპის პირობებში ფასებზე პროგნოზი უმადლო საქმეა, იმიტომ რომ ვიცით, რომ გადაწყვეტილები მისი მხრიდან ელვის ისტრაფით, ასე ვთქვათ, ვერ ვასწრებთ, ანუ ყოველ დილით, როდესაც ვიღვიძებთ, უпроსერად წინა საღამოს დღე არის ჩვენთან. გამია მეორე დღეს დილით ხდება რაღაც განცხადებები. გამიჭირდება სერიოზულად რომ ვისაუბროთ რომის გარეშე გამიჭირდება რაღაც ფასებთან დაკავშირებით პროგნოზი, თუმცა ის რაც უკვე მოხდა და რაც უკვე ასე ვთქვათ უკვე ფაქტია, ის რომ გაიზარდა 15% დაახლოებით გაიზარდა ადგილზე ფასები, ხო? სწორედ ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო იქ, რომ ადგილობრივ ბაზარზე იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატების მეორადი ავტომობილების ბაზარზე გაიზარდა მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა თვითონ ამერიკის მოქალაქეების მხრიდან. ამაზე კვლევაც იყო. თუ ზუსტად მახსოვს, სადღაც 45%-ით გაიზარდა ადგილობრივი კომპანიების შემოსავლები ადგილობრივ გაყიდვაზე. ხვდები? ანუ ესეთი ციფრი იყო, სადღაც 50%-მდე გაიზარდა დაახლოებით. ეს იმაზე მიუთითებს, რომ უკვე ამერიკის მოქალაქე აპედულობს ახალ ავტომობილს, აი ამ გადაწყვეტილებებით იქ ადგილზე გაძვირდა ავტომობილი, ან ახალი ავტომობილი შეძენილი სურვილი ამ ეტაპზე აქვს, მაგრამ შესაძლებლობა ანუ მოლოდინის რეჟიმში მოდი უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, ამიტომ ეს
ადგილობრივი ყიდველის ასე ვთქვათ ქცევაზე მოქმედებს. ან შეინარჩუნოს თავის ძველი ავტომობილი და რაღაც მოლოდინის ნეგატიური მოლოდინის რეჟიმშია და არ შეიძინოს ახალი მიწოდებას ამცირებს მეორადი ავტომობილების ბაზარზე ბუნებრივია ან ახალი არ იყიდოს, მაგრამ უკეთეს თავის ავტომობილთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ყოფილი მეორადი იყიდოს. ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენთან უკვე იმპორტის პასებზე მოქმედებს, ხო? ასეთი ქცევა. ამიტომ რაც ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასები გაზრდილი იყო, დავაკვირდეთ დინამიკას, მაგრამ იცით როგორი მომენტია, რომ ადრე თუ იყო ჩამოყვანა უფრო იაფი დაჯდებოდა უკაცრავად ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვა უფრო ასე ვთქვათ იაფი დაჯდებოდა ვიდრე ჩამოყვანა ასეთ სიტუაციაც აქვს, იმიტომ რომ წლების რამოდენიმე წლის განმავლობაში ზოგიერთი დილერი ვერ ყიდის ავტომობილს და ძველი ნაკდი ფასებით ცდილობდა რომ გაეყიდა და ამოეყიდა ეს ავტომობილი რაღაცნაირად გარკვეულ პერიოდში ამან რაღაცნაირად დააბალანსა, მაგრამ კიდევ ხდება ცით რა, როდესაც თქვენი ეთერი ან სხვა ეთერებით ვსაუბრობ რატომღაც ჩვეულებრივ ავტომობილს გონია რომ აუცილებლად იყიდის 100%-იანი 50%-იანი ფასდაკლებს. ეგ არ ნიშნავს რომ ვერ ყიდის დილერი ასე ვთქვათ ავტომობილს, ეს იმას არ ანიშნავს რომ უღირს $10,000 ავტომობილი პირობითაც შეიძენს ახლა უკვე შეგავა ბაზარზე და შეიძენს $5,000-ში. დებით $5,000 ეკვივალენტი ლარებში. ესე წარმოდგენა არ უნდა გქონდეს. საერთო ჯამში იმ პირობითი $10,000 ავტომობილის როკიდის ავტომობილის $10,000 მას ფაქტიურად იქიდან აღარაფერი აღარ არჩება, იმიტომ რომ ის ფასნამატი რაც ამ თანხაში იყო გათვალისწინებული, ის დიდი ხანი გამოიწვია და მოგების სახით უკვე ასე ვთქვათ შეიძლება ეს ავტომობილი უკვე $11,000 და $12,000 ყურის და უკვე ზარალზე მიწვდებით, იმიტომ რომ როდესაც მანქანა ჩამოდის გათვლილია იმაზე რომ 2-3 თვეში უნდა გაიგდეს მანქანა რომ მოგება დაუტოვოს, იმპორტიორს, ხო, დილერს. და როდესაც რჩება ეს მანქანა უკვე 1 წლის განმავლობაში თანხა იზრდება, ხარჯები იზრდება უпростоრად, თანხა იგივე რჩება, ფასი იგივე რჩება და დიდი ზარალზე მოგებას ვეღარ ნახავთ. ეს განსხვავება უნდა ვიპოვოთ, არ ნიშნავს იმას რომ აქ იაფია, არ ნიშნავს იმას რომ პირობთან იგივე როგორც $1 როგეს არ ნიშნავს რომ აუცილებლად იგი გაყიდეს $5,000. კი ბატონო, ან მოკლედ პროგნოზის გაკეთება შემდგომ თვეებთან დაკავშირებით როგორც ხვდები ძალიან რთულია და შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ დროისთვის კვამდებურად ტენდენცია იგივეა რომ მოთხოვნა შემცირებულია და მიწოდება მაღალია ის რაც წლის დასაწყისიდან იყო. კი ბატონო, იცით რა არის? მოდით დავაზუსტოთ ესა. საერთო საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, აი სწორედ გამიგეთ, აი რასაც ვამბობ. მაჩვენებლის მიხედვით რაოდენობაში რო ავიღოთ, ნამდვილად ესია, მაგრამ გარკვეული მოდელები შესაძლოა უკვე ამოყიდულია და აქ ჭარბი მიწოდება, ხო, მოდელებზია, ბრენდებზია დამოკიდებული, ხო? რაღაც ნაწილი დარჩენილია, მაგრამ ის ბრენდები, რომლებიც კარგად მუშაობს გაყიდვის თვალსაზრისით, იქ შეიძლება უკეთესი მდგომარეობა ჰქონდეს. პლატასი არ არის, რეგიონალურად, მაგრამ კონკრეტულად თუ დავალთ გარკვეული ბრენდების, გარკვეული მოდელების კუთხით, იქ შეიძლება დაგვდეს უკეთესი მდგომარეობა, იმიტომ რომ ის ავტომობილები უფრო მოთხოვნადი იყო და ამოიკიდა და შეიძლება უფრო მეტად მუშაობს ეს თემა, მაგრამ დიდი ნაწილი როგორც გითხარით, ისევ გასაყიდია და ის 60,000 რაც ზედმეტობა ჰქონდა ბაზარზე, ამ ტემპებით, რასაც უკვე მეორე წელია მივყვებით, ამ ტემპებით ესე კიდე დიდხანს შენარჩუნდება. თუმცა საფული ცოტა უფრო აქტიური პერიოდია, სეზონია, სხვა სეზონებთან შედარებით და იმედია, რომ ეს ციფრი მნიშვნელოვნად შემცირდება და ამართულებით რაღაც ისწვლა გვეწევა. და თქვენ რაც ახსენეთ, რომ გამოწვევა ეს კონკურენცია ადგილობრივ ბაზარზე უცხოელების მხრიდან, ამ ნაწილში რა შეიძლება მოიმოქმედოს, თქვათ სახელმწიფო, არ ვიცი, თქვენ როგორ ხედავთ ამ სიტუაციის განმუხტვას და შემოbrunებას კვამდებურად ქართველი დილერების სასარგებლოდ?
იცით რა არის ძალიან მოკლედ გეტყვით ორი შეხვედრა ჰქონდა ფინანსთა სამინისტროში შემოსავლების სამსახურთან გარკვეული რაღაც ნაბიჯები დაიგეგმა მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებულმა საკადრო ცვლილებებმა ეს პროცესი აფერხა საბოლოო ჯამში ნაბიჯის გადაწყვეტილება რაც რაღაც გარკვეულ საკითხებზე შევთანხმდით ის ასე ვთქვათ ბოლო მომენტში პროცესი აღარ გაგრძელდა გარკვეული მიზეზების გამო გასაგები მიზეზების გამო ხო და ისევ მინდა რომ ეს გავაახლოთ ამაზე ვისაუბროთ რა შეუძლია სახელმწიფოს ერთია რომ რა შეუძლია სახელმწიფოს ის უნდა გააკეთოს ჩვენ ასოციაციას რაც გვევალება ის უნდა გავაკეთოთ რომ დარგი გავაერთიანოთ ყველა მოთამაშე მხარე ერთ საერთო ნავში ვზივართ მოდი ასე ვთქვათ და თუ ნავი აპირავდება განსხვავება არ იქნება დიდი და პატარა ყველა მიიღებს ზარალს ეს არის ასოციაციის მოვალეობა და ბიზნესის მოვალეობა ის არის რომ მეტი ასე ვთქვათ კომუნიკაცია კონდეს სხვა დანარჩენ სეგმენტებთან იგივე დილერებთან დაკავშირებით იგივე კომპანიების მხრიდან და ამ მიმართულებით გავყოლო ნაბიჯები გადავდგა აი რომ მაქსიმალურად აქტიურად ვიმუშაოთ ბიზნესის გასაჯარსაღებლად აქ არ არის საუბარი კონკურენციის შეზღუდვაზე აქ არის იმაზე რომ ჩვენ თვითონ ჩვენი ქართველი მოთამაშეები ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანები გავხართ ამაზე არ არის საუბარი და ყაზახები და ყირგიზები არ გვიდა ჩვენ არ იქნება სწორედ გაგებული იმიტომ რომ ამას მარტო დილერი არის ამას სახელმწიფო ორგანოები ისმენენ ისმენენ პრობლემური ეკონომისტები ისმენენ ჟურნალისტები ძალიან ფართო აუდიტორია ვიყურებთ თქვენ სხვა პროფილის ამიტომ კიდევ რომ აქ არ არის საუბარი იმაზე რომ ჩვენ ის პირველი არ გვინდა ყაზახი და ყირგიზი არამედ ის რომ დაბრუნდეს დილერი თავის ძველ პოზიციას დაუბრუნდეს მდგომარეობას დაუბრუნდეს და ჩვენ გაყიდულებდნენ და არა ასე ვთქვათ თვითონ გავყავდეთ დამოუკიდებლი ამიტომ ჩვენ გვინდა რომ კონკურენცია გავაჯარსაღოთ ჩვენ გვინდა რომ ქართველი დილერი უფრო კონკურენტუნარიანი იყოს დები და რა ის რომ ვიღაცა შევზღუდოთ ვიღაცა ჩავკეტოთ ვაჭრობაში კი ბატონო დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ ნახოთ ეს ახალი კომუნიკაცია როგორ აეწყობა ალექსი ნონიაძე საქართველოს ავტომობილ პორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი საუბრობდა ჩვენს ეთერში